გამარჯობა მეგობრებო. დღეს ჩვენ შევეხებით Excel-ში კოპირებას და ამ კოპირებასთან დაკავშირებით რის კეთება შეიძლება როგორც Excel-ში, ასევე ზოგადად Office-ის სხვა პროგრამებშიც. Excel-ში ხო, როცა მაგალითად გააქვთ რაღაცა მნიშვნელობა, რაღაცა უჯრა და გინდათ რომ იგივე გაიმეოროთ სადმე სხვაგან. ხო, რო თქვათ, რაც ავიღეთ ეს უჯრა, ჩავწერეთ რაღაცა რიცხვი, გავაფერადეთ, ტექსტფერი მივეცით, ჩარჩო მივეცით, ხო, ანუ რაღაცები გავაკეთეთ და მინდა იგივე გავიმეორო სხვაგან. ხო, ან ჩვენ მოვნიშნავდით ამას Ctrl+C ან მარჯვენა ღილაკზე copy-ით, თუმცა ამას არავინ არ აკეთებს არასოდეს, მაგრამ აქაც არის. Ctrl+C, დადგებით სხვაგან, Ctrl+V და Excel-ი იმ ახალ ადგილას ყველაფერს გაიმეორებს, რაც აქედან გააკეთა Excel-მა. რაცა გააკეთეთ. ეხლა, ამ პროცესთან დაკავშირებით ხო შეიძლება ამ პროცესის დახვეწა, ამ პროცესის ცოდნის დახვეწა არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ჩვეულებრივი კოპირებისას. დააკვირდით, როცა ნებისმიერ უჯრას დააკოპირებთ, ხო? ავიღე უჯრა, ან თუნდაც შეიძლება იყოს მთელი მართკუთხედი, ხო, სულ ერთია. როცა მონიშნავთ უჯრას, მის გარშემო, აი ესე მოძრავი ჩარჩო გაჩნდება. და ეს მოძრავი ჩარჩო დარჩება იმის მიუხედავად ჩვენ სად დავდგებით. ეს მოძრავი ჩარჩო Excel-ში ნიშნავს, რომ მე ახლა ეს უჯრები მიჭირავს. სად გადაგიტანო, სად დაგიფეისტო. ხო? და თქვენ მე აერჩევთ ნებისმიერ ადგილს სხვაგან, Ctrl+V და იქ დააფეისტებს, ანუ იქ გაიმეორებს, დააკოპირებს ზუსტად იმავე განლაგებით, იმავე ფორმატებით, იმავე შიგთავსებით უჯრებს. ეს დაფეისტება შეგიძლიათ ორნაირად გააკეთოთ. ერთი გზა არის, რომ დაკოპირების მერე, რაც მიჩვეულები ვართ, ხო, რომ Ctrl და C, ხო, მაინც დავწერ აქ. Ctrl და C არის დაკოპირება და Ctrl და V არის დაფეისტება, ანუ დაგდება ნებისმიერ მისამართზე. ამ უჯრას დააკვირდით. მე ახლა რომ დავაკოპირო რაღაცა და სხვაგან დავაგდო, ხო, Ctrl+V. ეს ჩარჩო დარჩა. და მე ეს უჯრა ჯერ კიდევ მიჭირავს ხელში და როგორც თქვენ მაგალითად Word-ში ან ტექსტში რომ რამეს რომ დააკოპირებთ, რომ ბევრჯერ შეგიძლიათ დააფეისტოთ, იმავენაირად აქ შეგიძლიათ Ctrl+V-ი რამდენჯერაც გინდა დაფეისტება. და როცა მაგალითად მოურჩები, დავყრი ყველაფერს რაც მინდოდა, ეს რეჟიმი რო გამორთო, შემიძლია ან პირდაპირ სხვაგან დავიწყო წერა, დავიწყო მუშაობა და აღარ იქნება მონიშნული ეს უჯრა, ან დაკოპირების მერე, თქვა დავაფეისტე ყველაფერი გავაკეთე და კლავიატურაზე Escape. Escape-ი გათიშავს. ხო, ან რაღაც ორი ნაბიჯი გჭირდებათ ამ დაკოპირების გასათიშად. რაც რის კეთება მეც მიყვარს ხოლმე, არის რომ მაგალითად მე თუ ვიცი რომ ეს უჯრა დავაკოპირე და მარტო ამ უჯრაში უნდა დავაფეისტო მეტი სხვაგან, Ctrl+V-ს მაგივრად ვაჭერ Enter-ს. Enter-ი დაფეისტებს, ანუ დააგდებს იქ ამ უჯრის ასლს და ამ რეჟიმს გაწყვეტს. ანუ ერთდროულად ეს იგივე იქნებოდა, რომ მე ჯერ Ctrl+V და მერე Escape-ით გამეთიშა ეს უჯრა. ანუ უცებ ერთხელ გადაფეისტება, Enter-ით ხდება Excel-ის უჯრას, როცა აკოპირებთ. სანამ გადავალთ ამ უჯრის შიგთავსებზე, იმიტომ რომ ამ უჯრას რო ვაკოპირებთ, ხო, ანუ კოპირდება თან ჩარჩოც, ფერიც, შიგნით ფორმულა, მნიშვნელობა, ყველაფერი გადადის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ ავირჩიოთ რა ნაწილს დავაკოპირებთ. მაგრამ სანამ მაგას დავიწყებთ, ხო? მოდით აქ მოიხედეთ აქ ზედა მარცხენა კუთხეში. რამენაირად ვეცდები? ეს. ზედა მარცხენა კუთხეში აქეთ. ხო? ეს ნაწილი არის პასუხისმგებელი კოპირებაზე. და ერთი საინტერესო თვისება რაც აქვს Excel-ს და ასევე აქვს Word-ს, PowerPoint-ს, Outlook-ს, ყველა Office-ის პროგრამას. არის აი ამ clipboard-ის გასწრევ, აი ეს პატარა ღილაკი.
ჩვენ წინა ლექციებში გავიარეთ, რომ ამ პატარა ღილაკზე დაჭერით იხსნება ამ კონტექსტის ფანჯარა, ხო? მაგალითად ფონტისთვის, რომ გავხსენით ცალკე ფონტის ფანჯარა ამოვიდა, ხო? თქვათ რიცხვების ფორმატირებისთვის, რიცხვების ფორმატირების გვერდზე გადაგვიყვანა, ხო? Clipboard-ი არის საინტერესო იმ კუთხით, რომ ამას რო დააჭერთ, ცალკე ფანჯარა კი არ ხდება, მაგრამ ჩნდება აქეთ მარცხნივ აი ასეთი ჩანართი. ტერმინი clipboard თვითონ clipboard-ი არის რა? თვითონ ის ვირტუალური სივრცე, სადაც თქვენ რამეს როცა დააკოპირებთ, სად უჭირავს კომპიუტერს ეგ რაღაც მნიშვნელობა. და ტიპიურად დააკოპირებთ ერთ რაღაცას დააკოპირებთ და ის დააქვს და დაგვყვებათ აბა სად დავაფეისტო, სად დავაკოპირო, სად დაგიდოთ. მაგრამ თქვენ შეიძლება აკეთებთ მაგალითად რაღაც კვლევას აკეთებთ, რაღაც ინფორმაციის მოძიება გჭირდება და პერიოდულად სხვა წყაროებში მოდიხართ, აკოპირებთ ინფორმაციას, მოდიხართ და აქეთ აფეისტებთ, ხო? წინ და უკან ხტუნაობა რო არ დაგჭირდეთ. ხო, თქვათ, მაგალითად გადავხდი გვერდზე, რაც დავაკოპირე, გადმოვხდი, დავაფეისტე. გადავხდი, კიდევ რაღაცა წამოვიღე, მოვედი, დავაფეისტე. წინ და უკან რო არ იხტუნავთ, ეს clipboard-ი, ეს ფანჯარა ამას აკეთებს. როგორც კი თქვენ აქედან გახსნით ამ clipboards, Excel-ი იწყებს ასეთი რაღაცის კეთებას. თვითონ Windows-ი გახსნის თავისთან ესეთ clipboards, ეს clipboard იქნება 5. და თქვენ ერთზე მეტი რამის დაკოპირება შეძლებთ. მაგალითად, აი ეს ტექსტი მინდა დავაკოპირო. დააკვირდით ახლა ეკრანის ქვედა მარცხენა, მე ახლა დავაჭარ უბრალოდ Ctrl+C-ს და ქვედა მარჯვენა კუთხეში Ctrl+C. ამოხდა ესეთი რაღაცა. 1 of 24 item collected. 24 ნივთიდან 1 აიღეო. აქ რო დავბრუნდეთ. აქეთ ზემოთ ახლა არის დაკოპირებული, რაც დავაკოპირეთ. და ამის გარდა კიდევ 23 რამის დაკოპირება შემიძლია ისე, რომ ძველები არ დავკარგო. ხო, მაგალითად, მოვედი, იცი რა, ეს კომენტარი მინდა დავაკოპირე, 2 of 24. ეს სურათიც მინდა copy image დააკოპირა, მოდი მაგალითად ეს სურათი დავაკოპიროთ. ეს ის არ წამოვკარგე, მოდი ეს. Ctrl+C, ხო, რაღაცებს ვაკოპირებ თვითონ ლინკი, Ctrl+C, ანუ უბრალოდ აქ ვრჩები, Ctrl+C, ვაკოპირებ ყველაფერს და როცა მაყოფილი ვარ ყველაფერს წამოვიღებ, ბრუნდები მე ან Excel-ში, ან Word-ში, ან PowerPoint-ში გააჩნიარაში მუშაობთ. და მარცხენა ჩამოთვალში აი აქ მექნება ყველა ის ჩემი მიერ დაკოპირებული ინფორმაცია. და შემიძლია მე, მოდი ამას გადავწევ ცოტა ხანი. გადავიდეს. და მე ნებისმიერ ადგილას მაგალითად ამ უჯრაში თუ მინდა ბოლოს დაკოპირებული ლინკის ჩაგდება, ხო? მოვალ და ან Ctrl+V არ გაწევს, მე ბედ. პირდაპირ დააჭერთ. და დააკოპირებს აქეთ იმ მნიშვნელობას. მე თუ მინდა მაგალითად სურათი, აი ესა დავაგდოთ, დავაჭირე, სურათი ჩამიგდა. ხო, მაგალითად, აბა კიდევ ერთხელ სურათიდან ჩამიგდა, აბა კიდევ ერთხელ სურათი ჩამიგდა, ხო? ეწამი. ეს. ხო, ანუ ბევრჯერ შეგიძლიათ ერთ და იგივე რაღაცა დააკოპიროთ. და აქ უბრალოდ რჩებით და აკოპირებთ, რაც აფეისტებთ ყველაფერს, რაც გინდოდათ. ნუ, რა თქმა უნდა, ზოგი სხვადასხვა ფორმატშია. Clear formats, please. ანუ არეული ეს თვითონ ამ ჩარტების ზომის ის პრობლემა არის. მაგრამ ასე შეგიძლიათ მაგალითად ბევრი რაღაც დააკოპიროთ, აქ წამოიღოთ. თქვენ თუ მოგბეზრდათ და აღარ გჭირდებათ ამ ყველაფრის შენახვა, იმიტომ რომ მაინც კომპიუტერი იტვირთება, ხო, ანუ უჭირავს ეს მეხსიერებაში. აქეთ მოხვალთ და ღილაკი არის clear all. ან ინდივიდუალურად მაგალითად სურათი აღარ გჭირდებათ, შეგიძლიათ delete მარტო ეს სურათი წაშალოთ მეხსიერებიდან. და clear all. ამოაგდოთ ასე. ხო, ანუ ასე ერთბაშად ბევრ რამის დაკოპირება შეძლებთ. თვითონ ეს რეჟიმი იმის მიუხედავად, რომ თქვენ აი ამ ფანჯარას დახურავთ, ხო?
კრესტიკით. თვითონ ეს რეჟიმი რჩება. ხო, ანუ მაგალითად, რას დავაკოპიერე, ხო, აი ქვემოთ მაინც რეჟიმი რჩება. თუ თქვენ საერთოდ ეს რეჟიმი არ გსიამოვნებთ, კიდათ გათიშოთ, ხო, ამას გააკეთებთ არა ოფისიდან, არამედ უშუალოდ აი ამ ქვემოთ მენიუში. მე მგონი ჩემი სახე გვიშლის იწამი. ეს დროებით გამოვწიოთ. აი აქ ქვემოთ. აქ მენიუში. აი ამ კლიპბორდზე right click და stop collecting. და ახლა ხვდები რომ შეიძლება ჩემი სახე ეფარებოდა კოპირების დროს, იმას და მოვთუცებ გაჩვენოთ როგორ გამოიყურება ეს. ხო, აი ქვედა მარცხენა კუთხეში, აი collected მოვნიშნე, Ctrl C, 2 of 24 collected, ასე გამოიყურება. და მე აღარ მინდა ამ ყველაფრის შეგროვება, აი ამ იკონკას ვეძებ, აი ამ clipboard-ს ვეძებ, ხო? Right click, stop collecting. და ეს რო გაქრება, მე ვუბრუნდები ჩემს საწყის რეჟიმს, სადაც მარტო ერთი რემის დაკოპირება შემიძლია. ზოგადად ამ რეჟიმის გათიშვას გირჩევთ ხოლმე, როცა მაგალითად ბევრი რამე რო არ დაგროვდეს რა, მაინც ამაზე ოპერატიული მეხსიერება გამოიყენება, რამეა, კომპიუტერი ტყუილა რო არ დაიტვირთოს. ეს რეჟიმი როცა არ დაგჭირდებათ, გათიშეთ ხოლმე. კაი, ეს რაც ეხება უშუალოდ მთელ კომპიუტერს. ახლა უშუალოდ Excel-ში რის გაკეთება შეგვიძლია. პირველ რიგში, უჯრედის დაკოპირებისას თქვენ რამოდენიმე რაღაცას აკოპირებთ მასთან ერთად. ხო, ეს რამოდენიმე რაღაცა ჩვენ გავიარეთ წინა რამოდენიმე ლექციაში ფენებად. პირველი, მოდი აქ რაღაც ჩავწეროთ. ხო? პირველი არის ფორმულა. თქვენ რაც უშუალოდ ჩაწერთ ამ უჯრაში, ხო? ანუ უდრისით რა დავალება მიეცით უჯრას. მეორე რაც კოპირდება ასევე არის ცალკე მარტო მისი მნიშვნელობა. მეორე არის უშუალოდ მისი მნიშვნელობა, ამ უჯრისთვის 1030 კოპირდება. ასევე კოპირდება ამ უჯრის ფორმატი. რო ანუ უჯრა არის ჩარჩო, ყვითელი და მწვანე ტექსტი. ხო, ანუ უშუალოდ მარტო ფორმატი კოპირდება. და ამის გარდა ნებისმიერი სხვა ელემენტები, რაც შეიძლება ამ უჯრას მოყვებოდეს, ხო, ანუ კომენტარები, ნოუთები, ვალიდაცია თუ გაქვთ დადებული ეს, არ გაგვივლია ეს ამ ციკლში არ შედის. ხო? ეს არის ბევრი ელემენტი ამაშია შეგროვებული. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტულად რომელი ელემენტის წამოღებას ისურვებთ. და ეს ხდება ჩვენთან Excel-ში, აი უჯრის დაკოპირების მერე. ან ზედა მარცხენა კუთხეში აი აქ paste-ის მაგალითად, აი ამ ქვედა ჩამოშლაზე დაჭერით და ვარიანტის არჩევით, აქ არის ბევრი ვარიანტი, უშუალოდ რა გინდათ გადმოიტანოთ Excel-დან. ან მე პირადად ამას არ ვიყენებ ხოლმე, ან paste special აი ამ ფანჯრის გახსნით. ერთი წამით გავხსნათ ეს ფანჯარა, შევხედოთ და ეს ამ ფანჯარაში ავირჩევთ რისი გადაკოპირება გვინდა აქედან. ვოთ. ეხლა დავუშვათ, აი მოდი ეს გადმოვიტანოთ აქეთ სხვაგან. წამოვიდა ყველაფერი, უბრალოდ copy paste გავაკეთე და დავაკოპირე, მოდი აქეთ სხვაგან. Paste special-ის თვითონ ამ ფანჯრის გახსნა შეიძლება ან ამ მენიუზე დაჭერით, ან ჩვენი shortcut-ი არის Ctrl-Alt-V. ხო, Ctrl-V ხო არის დაფეისტება. Paste special არის განსაკუთრებული დაფეისტება, ანუ ალტერნატიული დაფეისტება, ანუ Ctrl-Alt-V. და ნუ Ctrl-C, Ctrl-Alt-V და იხსნება ეს ფანჯარი. მე ასე ვარ მიჩვეული. ერთი ნიუანსი. ჩვენ საქართველოში ვართ.
საქართველოში ჩვენ ვწერთ ქართული ანბანით. სამწუხაროდ ქართულ ანბანზე Windows-ში თქვენ თუ დააჭერთ Ctrl-Alt-V-ს დაიწერება ძველ ქართული ASO-V. და გარდა იმისა, რომ ეს დაიწერება, ფიზიკურად დავბეჭდე, ანუ ბეჭდვა დავიწყე და იმის გამო რომ მე აქ ბეჭდვა დავიწყე, რაც მოუნიშნე ის დაკოპირებული აღარ არის. უნდა დავბრუნდე და თავიდან დავაკოპირო. ხო? ანუ ამიტომ ჩემნაირად თუ თქვენ Ctrl-Alt-V-ს shortcut-ი გირჩევნიათ, აი ესე თუ გირჩევნიათ, ჯერ დარწმუნდით, რომ თქვენ ინგლისურ ენაზე ხართ. ან ნუ წესით არა ქართულზე, ну, თქვა, შეიძლება რუსული გეყავთ, შეიძლება თურქული, ჩინური, ხო, ანუ გააჩნია რა ენები გაქვთ. ქართულზე ასეა, Ctrl-Alt-V, სხვა რაღაცას ბეჭდავს, ამიტომ გადმოხდით უცებ ინგლისურზე, დააკოპირეთ და აფეისტეთ. კაი. ეხლა რისგან შედგება ეს ჩვენი ფანჯარა? ამას რო შევხედოთ. ორი ძირითადი განყოფილება აქვს ამ ფანჯარას. ერთი არის რა paste, რა გადაიტანოს და operation, რა ოპერაცია ჩაატაროს. ქვედა ჯერ ცოტა ხანი გადავდოთ, ჯერ მარტო ზედა ნაწილს შევხედოთ. ხო? თავიდან მონიშნულია all, ანუ ყველაფერი გადაიტანე აბსოლუტურად, რაც არის ამ უჯრაში, ყველაფერი გადაიტანე აქეთ. მაგრამ არის არჩევანი, მაგალითად, შეგიძლიათ გადაიტანოთ formulas. მარტო ფორმულა. რა აქეთ გადმოდის, აი, ჩვენ რო 15 ჯერ 67 ჩავწერთ ამ უჯრაში, აქაც წამოვიდა მარტო 15 ჯერ 67. values, ნიშნულობები. ამას ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე უჯრების დაფიქსირებისთვის, ამას გაჩვენებთ. ნიშნულობების უცვლად დატოვებისთვის. values მარტო ამ 1130-ს წამოიღებს ახლა ამ უჯრაში. ხო, ანუ განსხვავებისთვის აქ ფორმულა წერია, აქ მარტო 1130 წერია. ფორმატი მარტო. რა თვითონ ეს ჩარჩო ყვითელი ფერი, მწვანე ტექსტი, რაღაცა ეს ყველაფერი წამოვა, მაგრამ უშუალოდ შიგთავსი არა. ფორმატის გამოტანა სასარგებლოა, მაგალითად, რამე სხვაზე თუ გინდათ გადააწეროთ ამ უჯრის ფორმატი. აი ვთქვათ, მოდი აქ 3x67 დავწეროთ რაღაც ეგეთი უაზრობა და მაგალითად ამ უჯრაზე მინდა ამ უჯრის ფორმატი გადავიტანო. Ctrl-Alt-V, აქვე არის ფორმატი, ოკეი. და ფორმატები წამოიღო, მაგრამ თვითონ მნიშვნელობას არ შეეხო. აქ დავაპაუზო თვითონ ფორმატების გადმოტანასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მხოლოდ ფორმატის დაკოპირება თუ გსურთ, ხო, Excel-ში ჩვენ აქეთ გვაქვს ღილაკი Format Painter. ეს მონიშნა, ეს ღილაკი რას აკეთებს? რა უჯრაზეც დგახართ, იმის ფორმატს აიღებს ხელში. თქვენ მაუს გაუჩნდება ეს პატარა ფუნჯი, მაუსის მარჯვნივ და მოხვალ და დააჭერთ ან ერთ უჯრას ან მაგალითად მონიშნავთ ყველა უჯრას, სადაც გინდათ ამ უჯრის ფორმატი გადმოკოპირდეს და ყველა უჯრაზე გავრცელდება ეს თქვენი ფორმატი. და როგორც თქვენ შეამჩნიეთ, კოპირების რეჟიმი გაითიშება, ანუ ეს ერთჯერადი მოქმედებაა. რაც შეიძლება არ იცოდეთ, არის ეს მრავალჯერადად შეგიძლიათ გააკეთოთ, ანუ აი დაუშვათ მე მაქვს, მოდი ამას გავუწმინდოთ ფორმატი. ესე. და დაუშვათ მე მაქვს და აი სამი ცალკე უჯრა მაქვს და ამ უჯრებზე მინდა ფორმატის დადება. ოღონდ ამ თუ მიზეზის გამო მაგალითად შეიძლება ერთად არ არის ხო, ანუ ვთქვათ აქ შეიძლება გქონდეს რამე სათაური, რაღაცა ტექსტი. ხო, მე აქაც მოდი გავაკეთოთ რამე. ისევ რამე. ხო, და დავუშვათ მე მინდა ამ უჯრის ფორმატი დავაკოპირო აი ამ სამ უჯრაზე. ხო? აი ეს ტექსტები რო არ გავაფუჭო. იმიტომ რომ მე რო Format Painter ერთბაშად ასე მოვნიშნო, ყველაფერი გაფერადდება, ეგ არ მაწყობს. ერთი გზა იქნებოდა, რომ შეგიძლიათ მაგალითად დააკოპიროთ და კონტროლით მონიშნოთ ეს სამი უჯრა, კონტროლით და Paste Special-დან
paste special-დან უთხრეთ ფორმატები გადააკოპიერეთ. ეს იმუშავებს. მაგრამ მეორე გზა არის, რომ ისევ format painter-ით იმუშაოთ, კერძოდ ერთხელ დაჭერის მაგივრად და double click-ით. Double click. ორჯერ როცა აკრებთ format painter-ს, ხო? ის უკვე არ ჩერდება. ანუ ერთი უჯრის მონიშნის მერე არ ჩერდება. და შეგიძლიათ მოხვიეთ ცოტა ჩამოსკროლოთ ეს, ჩამოსკროლოთ კიდე სხვაგან გახვიდეთ, კიდე რაღაცეები დააფორმატოთ, ხო? ანუ ბევრ რაღაცას შეგიძლიათ format painter-ით ასე წაიღოთ და როცა უკვე დაკმაყოფილდებით მორჩებით, რომ აღარ მჭირდება ამის ფორმატის გადატანა, escape-ით გათიშავთ და უკვე გამოხვალთ ამ რეჟიმიდან. და ასე შეგიძლიათ უცებ double click-ით format painter-ის გამოყენება. Format painter-თან დაკავშირებით ერთი რამ ყურადღება მიაქციეთ რას? ზომას, ან მასშტაბს მონაცემების. აი მაგალითად, აი ახლა მე მაქვს აქ მაქვს ორი ცხრილი. ხო? აქეთ მაქვს სათაურები მაქვს განსაკუთრებულად მონიშნული, პროდუქტების სახელები მაქვს განსაკუთრებულად მონიშნული და თანხებზე და რაოდენობებზე მაქვს განსაკუთრებული ფორმატები დადებული. ეს აქვს თქვა დასრულებული ცხრილი. და აქეთ მარჯვნივ მე ახალი ცხრილი მაქვს, მაგალითად ეს წინათვის, ეს არის ამთვის. და მინდა ამ ცხრილის ფორმატები აქეთ გადმოვიტანო. Format painter-ის თვისება რა არის, რომ ის ლოგიკურად არ მსჯელობს. ანუ მე რო უთხრა format painter-ს, რომ იცი რა, ამ ცხრილის ფორმატი დამიკოპირე და აქ გამიმეორე თქო, ხო? ნებისმიერი ადამიანი, სტაჟორი, უბრალო მოკვდავი ამ დავალებას რომ მიიღებ და მოიფიქრებ და კაი, ესე იგი სათაური უნდა გავამუქო, გავამწვანო და დანარჩენ მიყოლებაზე გავავრცელო იგივე ფორმატი, ხო? პროდუქტები ღია მწვანე, რაღაც რაოდენობები. Excel მაგას ვერ ხვდება. Excel-მა იცის, რომ მე დავაკოპირე მართკუთხედი 6 სიმაღლით 3 სიგანით და მე ახლა ვაფეისტებ 11 სიმაღლეს ამ სიგანეზე. და ის გაიმეორებს. ხო? ანუ მან ეს ფორმატი გადმოიტანა ამ უჯრებზე და მე-7 სტრიქონზე როცა გადმოვიდა, ნახა რომ უიმე არა აქვს მონიშნული მე-7 სტრიქონი, მარტო 6 სტრიქონი მომცა. კარგი, გავიმეორებ უბრალოდ და გადმოაკოპირა. ისევ დაიწყო თავიდან ამ ფორმატის კოპირება. ამას Excel-ი აკეთებს ნებისმიერი მიმართულებით. ხო, ანუ თქვენ შეგიძლიათ მაგალითად ეს მართკუთხედი დააკოპიროთ და თელ ასეთ სიგანეზე გაუშვათ. და ყოველ 3 სვეტში ერთხელ გაიმეორებს იმავე ფორმატს და ყოველ ჩემ შემთხვევაში, ხო, ყოველ 6 სტრიქონში ერთხელ გაიმეორებს იმავე ფორმატს. ხო, ამიტომ ასეთი კომპლექსური ფორმატების გამეორება თუ გსურთ, ჯერ მაგალითად სათაური დააკოპირეთ და მერე მაგალითად თუნდაც ერთი სტრიქონი მონიშნეთ და ამ სტრიქონის ფორმატები შეგიძლიათ ასე გაავრცელოთ. ნუ დანარჩენი იქნება სიგანის ცოტა დაკორექტირება. ხო, ანუ ეს ორი ნაწილი არ დაგავიწყდეთ. კაი. შევეშვით format painter-ს, მოდი ამას ყველაფერს გადავაგდებ. ადგილზე გავებს. კაი, და დავუბრუნდეთ paste specials. და იმ ცხელში კიდე ერთი რაღაცა გვაქვს დასამატებელი და გაჩვენებთ ახლა ცოტა ხანში. ხო, აი ეს ფორმატების დაკოპირება თუ შეიძლება. ასევე კომენტარების და ნოუთების დაკოპირება შეიძლება მარტო უჯრაზე, ანუ თქვენ მაგალითად ამ უჯრაზე შეიძლება გქონდეთ ცალკე ნოუთი, რაც ძველ ვერსიებში Excel-ის ეს ხო კომენტარი. ხო, კლიკ და აქეთ მაგალითად რამე ტექსტი. ხო, ეს ჩარტში გვემატებოდა და ახალ Excel-ებში ამას გადაარქვეს ნოუთები და ცალკე დაგვიმატეს კომენტარები. მოდი გავაკეთოთ. comment კომენტარები, სადაც უკვე
ცოტა გართულებული რეჟიმი არის, ხო? ანუ აქ უკვე მომხმარებლები ერთმანეთს შეპასუხებას შეძლებენ, რომ მე აქ მაგალითად შემიძლია ვთქვა ეს ცარიელი უჯრა რამე ჩამიწერე. შევინახავ და ეს ფორმატი დარჩება და ვთქვათ მეორე მომხმარებელი ვთქვათ პარტნიორობთ, ხო? ანუ მე ვიწყებ ის ამთავრებს ამ პირიქით. ხო? ამ უჯრაში ნახავს რამე ჩავწეროთ, მოდი. რამე ჩავწერო. აჰა. რამე ჩავწერ და აქ პასუხის რეჟიმი გვაქვს. ჩავწერე. ოკეი. და ნუ ახლა აქ ერთი და იგივე ადამიანი ვარ, მაგრამ იქ იმ სხვა ადამიანის სახელი დაეწერებოდა და ასე შეიძლება მაგალითად კოლაბორაცია. დამკოპირების დროს, ხო? თქვენ ამ კომენტარების და ამ ნოუთების დაკოპირებაც შეგიძლიათ მხოლოდ. მაგალითად ისე შემეშალ ქართულს. Comments and notes. სხვა არაფერი არ წამოვიდა, მაგრამ წამოვიდა ტექსტი და კომენტარები. ერთი საინტერესო მე მართალი გითხრათ არ მახსოვდა, რომ ერთსა და იმავე უჯრაზე არ მაძლევს უფლებას კომენტარის და ნოუთის დადების, ანუ უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი მათგანი. ძველ ექსელებს მარტო ნოუთი აქვთ, ახალ ექსელებს ორივე ვარიანტი აქვთ. კომენტარებს გარდა კიდე ცალკე რამე რის გადაკოპირება შეიძლება არის უშუალოდ ვალიდაცია. ახლა ვალიდაცია ცალკე მთელი სქემა არის, მაგრამ ვალიდაცია უცებ რო შეგახედოთ არის data tab-ში აქეთ მარჯვენა კუთხეში data validation შეზღუდვა ამ უჯრაზე რაიმე მნიშვნელობის. მაგალითად მე შეიძლება ვთქვა რომ მხოლოდ დადებითი რიცხვები იყოს, ისე მთელი რიცხვები იყოს 0-დან 2500-მდე. და ვთქვათ რამე სხვას ჩაწერას თუ ეცდები, Excel-ი მეჩხუბება იცი რაღაც შეცდომა დაუშვია. ფანჯის დიზაინი შეცვალეს. ხო, ანუ ეს მხოლოდ ამ შეზღუდვის გადატანაც შეიძლება ცალკე ამ ვალიდაციით. რომ ახლა ამ უჯრაზე გადმოვიტანე შეზღუდვა, აქ რამეს ჩავწერ, ასევე მეჩხუბება Excel-ი, არა, აქ მარტო მთელი რიცხვების ჩაწერა შეიძლება. უმეტესწილად ამ განყოფილებას გამოიყენებთ ხოლმე. ხო? დანარჩენებია მაგალითად ცოტა დიზაინები, რომ all using source theme ეს არის აქედან უშუალოდ ამ ფაილის ფორმატის გადაკოპირება, ამ ფაილში მიმდინარე თემის გადაკოპირება ცოტა სხვა თავის ტკივილია. ყველაფერი ჩარჩოების გარდა მაგალითად შეიძლება გადაიტანოთ. აი ამაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება. column widths, სვეტების სიგანეები. ჩვენ ამ მეორე გვერდზე ხო, მაგალითად ფორმატის გადმოკოპირება რო გვინდოდა, ხო? რა შემომჩნიეთ, რომ სვეტების სიგანეები არის განსხვავებული. და ახლა თქვენ თუ გინდათ, რომ აქაც იმდენი ადგილი ქონდეს გამოყოფილი პროდუქტებს, თანხებს, ყველაფერს, ხო? იმის მაგიოდ რო თქვა აქ მოხვიდეთ და ნახავთ, მოიცა, აბა, რა სიგანეა სვეტი? 14.57. კარგი, მოდი აბა, right click column width 14.57 enter. ხო, ანუ ასე რო არიწვალოთ დააკოპირეთ უჯრები, page special და უბრალოდ column widths მონიშნეთ. და Excel-ი შესაბამისი სვეტების სიგანეებს გადმოიტანს აქეთ. და ფაქტობრივად იმავენაირად გამოიყურება ეს ცხრილი. დარჩება მხოლოდ რაც უკვე გავაკეთეთ, format painter-ი აქ და აქ. და всё, ფაქტობრივად ორი იდენტური ფორმატისა და ზომის და განლაგების ცხრილი მაქვს. აი, გავგზავნოთ. ბოლოსკენ უკვე კომპლექსურია, რომ შეგიძლიათ ფორმულა და რიცხვის ფორმატი გადააკოპიროთ, ანუ ფორმატებისა და ფორმულის კომბინაცია და მნიშვნელობები და რიცხვების ფორმატები რო გადააკოპიროთ. ხო? ამ განყოფილებას ამ ფანჯარას მე პირადად ყველაზე ხშირად ვიყენებ
paste value-ების გაყოფილ ნაწილში. რომ მე მაგალითად შეიძლება მქონდეს აქ ჩამოყრილი რამოდენიმე შემთხვევითი რიცხვი. მოდი rand between-ით გავაკეთოთ. ასეთი რამ. აქ შემოწეროთ შემთხვევითი რიცხვები 10-დან 50-მდე. და მოდი აქ ჩამოწეროთ შემთხვევითი რიცხვები -10-დან -1-ის ჩათვლით. ხო? და რა სიტუაცია ეს ამ უჯრედში ეს ფორმულები რადგან ეს მნიშვნელობები რადგანაც rand between-დანაა მიღებული, სულ ითამაშებს. ხო, ანუ rand between-ია, rand between ყოველ Excel-ს ყოველ refresh-ზე განახლდება, მე მინდა რომ ერთ ადგილას გავაშეშო ამათი მნიშვნელობები. ხო? Pay special მაგას მაკეთებინებს. ხო, იცი რა, ამ უჯრედზე არ მინდა არაფერი არ მინდა ამან იხტუნაოს. ამ უჯრედმა არ მინდა იხტუნაოს, მთელ მაგრამ მთლიანად გავაკეთოთ ორივეს. მთელ მართკუთხედს მოვნიშნავ, Ctrl+C. სხვაგან არ მინდივარ, იქვე ვრჩები, Z-ვე ვაკეთებ Pay special, Ctrl+Alt+S და values. და ახლა აქ 31 რო იყო ახლა. უბრალოდ მნიშვნელობა წერია 51 და ახლა F9-ს ვაჭერ, არ refresh-დება, არაფერი არ იცვლება. ერთი ამ დაფიქსირებასთან საინტერესო კურიოზი არის. რამდენ არსებითია თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ მაინც რომ შეხედოთ. ნახეთ. მე ახლა ამ უჯრედს დავაკოპირებ. ანუ ახლა pay special-ზე დავაბრუნე, ეს ახლა დახტის. ამათ დავაკოპირებ და საკუთარ თავზე value-ები დავაფეისტებ. ნუ დააკვირდით, რომ ნიშნობები არ შეიცვლება. რაზეც დაჯდა, იმას დამიტოვებს. ხო, 1628 რაც იყო, იგივე დარჩა. მეორე ალტერნატივა თქვენ pay special-ის გაქვთ რა, რომ თუ მაინც ამ ფანჯრის გახსნა არ გინდათ. ხო, იმიტომ რომ ნუ შორია თქვა მე Ctrl+Alt+V რაც ხელი უნდა გავწიო რა თუ არ მსიამოვნებს, ხო და თუ მაინც გირჩევნიათ აქეთ ზემოთ მაუსით მოსვლა. აი ამ განყოფილებაში არის paste values act. ხო? და აი ამ პირველივე ღილაკს რო დააჭიროთ V-ს. ხო? ამ პირველივე ღილაკს რო დააჭიროთ ის დააფეისტებს მნიშვნელობებს. დააკვირდით უჯრედს რა ემართებათ ამ დროს. დავაკოპირე. -1 -10 წერია, ხო? მივიდა ამ paste-ზე, დავაჭირე. შეიცვალა. არ ვიცი რატო აკეთებს ამას, მაგრამ აქედან pay special-ის დროს Excel-ი ჯერ დაარეფრეშებს მნიშვნელობას და მერე დააფეისტებს. ხო? და თუ თქვენ მაგალითად რამე სიმულაციისთვის, რამე მაგალითისთვის თუ rand between-ები თუ მოძრავი ფუნქციაა და მაინც აი ასე გინდათ რომ იჯდეს ამის დაფიქსირება თუ გინდათ -4 -9 -7-ის, ხო? აქედან paste values გაგიფუჭებთ. დაურევს. არა random ფორმულებისთვის სულ ერთია, იმიტომ რომ დარეფრეშების მერეც მაინც იმავე მნიშვნელობას დაიტოვებს Excel-ი, მაგრამ თუ თქვენ მაინც rand between-თან rand-ით აკოპირებთ, ამ ორ დაკოპირების მეთოდს შორის ესეთი პატარა უცნაური განსხვავება. და მაგის გამო მეც მაინც მირჩევნია Alt-S-ა pay special-ის გაკეთება, იმიტომ რომ ტიპიურად როცა ვარეფრეშებ, ჩემთვის დამაკმაყოფილებელ განლაგებას ველოდები ხოლმე ამ რიცხვების და მაგიტომ ეს რაღაც ვაკეთებთ. ვოთ, ესა პატარა განსხვავება ამ ორ pay special-ს შორის. ეხლა შემდეგი ნაწილი ეს ზედა ნაწილი ფოკუსირდებოდა რაზე? რა დააკოპიროს, ანუ რა გადაიტანოს. მაგრამ გადატანისას შეიძლება მე აქეთ მეჭიროს რიცხვი და აქაც იყოს მისამართში რიცხვი. ჩვენ დამატებით Excel-ი გვთავაზობს არითმეტიკული ოპერაციის ჩატარებას. რო თქვენ მაგალითად აი 16 მინდა დავამატო ამ 5-იანს. ხო და მაგალითად აქ -5 კი არ მინდა იყოს, ნუ დავამატოთ 16, მინდა 11 გახდეს. შემიძლია აქეთ ავერჩიო.
add დავუმატე და ის დააფეისტებს z და -5 ეწერა 16 გადაადო ზემოდან დაამატა და გახადა 11. ხო? ამ მოქმედების დროს ზედა ნაწილი paste-ის რჩება. ხო, ან თქვენ შეიძლება მაგალითად ეს უჯრა დაფორმატებული გქონდეთ. და გადაკოპირებისას დატოვოთ ზემოთ all, ყველაფერი წამოიღეთ ხო, უბრალოდ მიმატება გააკეთე. გარდა იმისა, რომ ეს დაამატებს ამას 11, თვითონ 11-ს გახდის თვითონ უჯრაც დაფორმატდება. ანუ paste-ი გააკეთა ჩვეულებრივ უბრალოდ იმის მაგივრად, რომ ჩანაცვლოს ის ამატებს მნიშვნელობას. ეს მნიშვნელობის მიმატება ფორმულას არ ქმნის როგორც ასეც. აქ უბრალოდ ფიზიკურად 11 ეწერება, თუმცა თქვენ აქ -5-ის ადგილას რამე ფორმულა თუ გაქვთ, ანუ ეს მნიშვნელობა თუ რამ ფორმულის შედეგად არის მიღებული, იმას არ დაგიკარგავთ. ხო, ანუ ეს მიმდინარე თემა არის Excel-ში, რომ Excel-ი ყველანაირად ეცდება, რომ თქვენ მიერ ჩაწერილი ფორმულა არ გააფუჭოს. ხო, თქვენ თუ სპეციალურად არ უთხარით. ამიტომ მე აქ შეიძლება მქონდეს არა -5 უბრალოდ, არამედ ფორმულით მქონდეს მიღებული, დავუშვათ. მოდი 4 ჯერ 3-ს გამოვაკლოთ 17. ისო -5 რო დავსვათ. ახლა ეს ფორმულით რო არის მიღებული, მე რო ამას ვეტყვი add დამიმატე და ნუ აქ სულ ერთია თუ გინდათ all თუ გინდათ ყველაფერი დატოვეთ. 11-ს დამისვავს და ნახეთ რას გააკეთებს. თვითონ ფორმულა, რა ფორმულაც არ უნდა გეწეროთ, იმას მთლიანად ჩასვავს ფრჩხილებში. იმ შემთხვევაში, როცა მათემატიკურად და საჭირო არ არის, ფრჩხილებში ჩასვავს და გარედან დაამატებს 16-ს. ანუ მე რაც მეწერა არ გამიფუჭა, მაგრამ ჩემი დავალება შეასრულა. ეს ხდება მიმატებისას, გამრავლებისას, აბსოლუტურად ყველაფერზე, ხო? და აქ შეიძლება ეს რაღაცა იყოს. მაგალითად, უბრალოდ მქონდეს ამათი ჯამი, მარტო 3 იყოს. ნუ ქვედა უჯრების ჯამი. და მე რო ეს ზემოთ დავაფეისტო და დავამატო მნიშვნელობა, ის მაინც იმ სუმსაც ჩამისვავს ფრჩხილებში. ყველა ვარიანტში ფრჩხილებში ჩასვავს. და Excel-მა დაინახა თავიდან უდრისი ეწერა, აჰა, ფრჩხილი, ყველაფერ ჩასვავს ფრჩხილებში და მერე დაამატებს ან გამოაკლებს ან გაამრავლებს მნიშვნელობას. ვოთ. ეხლა, ამ გადაკოპირების ვარიანტები რაც გვაქვს, ხო, არის მიმატება, გამრავლება, გამოკლება, გაყოფა. ხო? მიმატება გამრავლებისას თანმიმდევრობა სულ ერთია. გამოკლებისას ის ამ მნიშვნელობას გამოაკლებს ამას. აი ახლა 16 დავაკოპირე -5-ზე გადავადე. მან -5-ს გამოაკლო კიდევ 16. მე თუ პირიქით გავაკეთო -5 subtract გამოკლება. -5-ის გამოკლება გავაკეთეთ 16-ზე, ის პირიქით -5-ს მიუმატებს 16-ს. ხო, ანუ 16 დატოვა, მე აქეთ გააკეთა მიმატება გამოკლებით 5-იან. ხო, ანუ აქ თანმიმდევრობას მნიშვნელობაც აქვს. და ბარემ აქ ვართ, ერთი საკმაოდ ხშირი რაღაცა, რაც მჭირდებოდა, რის გაკეთებას სჭირდებოდა, არის ნიშნის შეცვლა. მაგალითად, აქ ჩამოწერილი მაქვს დადებითი რიცხვები და მე ამათი აქ უარყოფითი რიცხვები მაქვს, მათი გადადებითება მინდა. ან პირიქით აქ დადებითი რიცხვები მაქვს, გავარყოფითება მინდა. სათითაოდ ხელით წერის მაგივრად სამე სხვაგან ერთ უჯრაში დაწერთ -1, ის დააკოპირეთ და ამ მნიშვნელობებზე დააფეისპეშალეთ. ფეისპეშალისას ამ უჯრებზე შეიძლება რაღაც ფორმატი უკვე გქონდეთ დადებული, მოდი რამე გავალამაზოთ ეს უჯრები. გავამწვანოთ რაღაც ეს ფინანსური ფორმატი მივცეთ, რაღაც მთელი ამბები. გავაკეთოთ. ხო?
და ამ -1-მა რო ფორმატები არ გამიფუჭოს, აქეთა ვირჩევთ values, რომ მარტო მნიშვნელობა, მარტო -1 წამოიღე, ფორმატები დატოვე, კომენტარები არაფერი დატოვე, მარტო -1 წამოიღე. და ეს უჯრები -1-ზე გამიმრავლე. multiply. Okay. და ახლა ყველა დადებითი რიცხვი არის. ხო? ფორმულა რო იყოს, ფრჩხილებს ჩავსვა და გარედან -1-ზე გამრავლებას გააკეთებთ. ეს ნაწილი. ეხლა ცალკე აქ არის ორი მოსანიშნე რაღაცა. skip blanks და transpose. skip blanks ცარიელ უჯრებს ტოვებს ახლა რას გულისხმობ მე აქ. მაგალითად, ეს ორი ცხრილი შეიძლება გქონდეთ არასრული, ხო? მაგალითად. ეს რაღაცა გავაკეთოთ. ეს ჩამონათვალი იყოს რაღაც გაყიდვების, რაღაც პარამეტრები, რაღაცა მნიშვნელობები და დრო გავიდა და მე განვაახლე ეს პარამეტრები და აღმოვაჩინე, რომ იცი რა სიამდვილეში ეს პარამეტრები უნდა ეწეროს. მაგალითად, აქ რასაც გადავაკოპირებ, ესენი უნდა ეწეროს აქ. მაგრამ ყველაფერი არა. მარტო აქ ხუთიანის მაგივრად მე მჭირდება 14. აქ სამიანი უცვლელია 3 დარჩეს. აქ მჭირდება 28, აქ იყოს 11 და მოდი აქ ორივეგან იყოს 20, რაც ეკრანი. რაც ვიდეო კარტა ცოტა მეჩხუბება. ხო. skip blanks ამ ცარიელ უჯრებს უბრალოდ გამოტოვებს. რომ მე ეს უჯრები რო გადავაკოპირო აქ, თუნდაც values-ით გადავიტანო. ეს უჯრა ცარიელია, ეს უჯრა ცარიელია. შედეგი გამოდის, რომ მე skip blanks თუ მოვნიშნავ, ამ სამიანს არ გადააკოპირებ Z, ამ ერთიანსაც არ გადააკოპირებ Z. ალტერნატივა იყო მე რო skip blanks-ის გარეშე უბრალოდ paste values გამეკეთებინა, ამ ცარიელ მნიშვნელობასაც გადააკოპირებ და აქ და იმ სამიანს და იმ ერთიანს წამიშლის. და ამისთვის ვიყენებთ skip blanks. რა ისინი დამიტოვოს. Transpose მნიშვნელობა. Transpose უბრალოდ მონაცემს როცა აკოპირებთ სადმე სხვაგან, ხო? ის ამ მონაცემს ატრიალებს ოღონდ თითქმის 90 გრადუსით, თვლად არა. როცა მაგალითად სამე სხვაგან აკოპირებთ მნიშვნელობას და აირჩევთ ფუნქციას transpose, Excel გააკეთებს რას? ახლა ტერმინი transpose თქვენ Excel-ის სხვა ადგილებში შეხვდებათ, ფორმულაც არის transpose-ი, query-ებში არის პროგრამირების სხვა ელემენტებში არის ზოგადად მონაცემებთან მუშაობაში ტერმინი transpose-ი ხშირად გვხვდება. Transpose-ი არის მოტრიალება. პირველი სვეტი გადაიქცევა პირველ სტრიქონად, მეორე სვეტი გადაიქცევა მეორე სტრიქონად და ასე შემდეგ. ხო? ანუ მთლად 90 გრადუსით არ ტრიალდება. ეს ხუთიანი დასაწყისში დარჩება. ხუთიანი დარჩა დასაწყისში, სამიანი გადმოიტანა აქ. ხო, ანუ პირველი სვეტი გადაიქცა პირველ სტრიქონად, მეორე სვეტი გადაიქცა მეორე სტრიქონად. და დატრანსპოზება შეიძლება ხშირად დაგჭირდეთ, მაგალითად, კი ასე ჩამოწერთ მონაცემები უფრო გეკომფორტულად, მაგრამ საბოლოო ცხრილში შესაყვანად ასე უნდა მოატრიალოთ. უნდა მოატრიალოთ ისინი, ამიტომ ასე აქედან transpose აირჩევთ და უბრალოდ მოატრიალებს მონაცემებს. ბოლო პუნქტი აქ რაც გვაქვს. მე მაინც დიდად არ მიყვარს. არ ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ეს ბოლო ღილაკი paste link. Paste link-ი გადაპეისტებისას, ხო? რას აკეთებს შეხედეთ? Paste links ამას რო დააჭიროთ. Excel ფორმატები არაფერი არ წამოიღო, არაფერი არ ქნა, მაგრამ ამ ახალ სივრცეში შექმნა უბრალოდ ერთი კავშირი იმ უჯრებთან, ანუ ლინკები გააკეთა. რომ მე ახლა აქ რო გადავცვალო, მაგალითად 13 გადავაკეთო 79-ზე,
აქაც დაეწერება 69. ანუ ლინკი წამოიღო. ეს იქნება უბრალოდ თქვენ ხელით რომ უდრის ეს რომ გააკეთოთ. რატო არ მომწონს ეს? Transpose-თან ერთად არ მუშაობს. და მაგალითად შეიძლება ამ წყაროდან ინფორმაციის წამოღება გინდათ, მაგრამ გინდათ ცოცხალი რეჟიმით გადაიტანოთ სხვაგან და on მოატრიალოთ. როგორც კი თქვენ unskip blanks აერჩევთ, ან transpose აერჩევთ, paste link-ი კი ითიშება. ხო? და ანუ ამ paste special-დან მოტრიალებული მდგომარეობით შენახვა შეუძლებელია, ვერ აკეთებს ეს ლინკიანად. მაგისთვის ახლა Excel-ში ფორმულა არსებობს. Transpose, ბარემ აქ ვაგაჩვენებთ. და ეს ფორმულა რას აკეთებს? მიიღებს ღებულობს ცხრილს და გადმოაგდებს მას მოტრიალებული სახით. და აქ უკვე ნიშნულობები მიბმული არის, რადგანაც ეს ფორმულითაა მიბმული. ეს რაღაცას აკეთებს paste special. ერთი საინტერესო რამე, რაც paste special-ში არ არის ასევე. მაგრამ ამ მენიუში არის. არის ნახეთ რა. თქვენ მაგალითად უჯრებს როცა აკოპირებთ. ტიპიურად აკოპირებთ უჯრებად. მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო თქვენ შეიძლება გინდოდეთ აი ასეთი სურათის შექმნა. ხო, გინდათ ცალკე სხვაგან ესეთი სურათი გადაიტანოთ. რას გააკეთებდით? ერთი გზა არის. თქვენ შეგიძლიათ კლავიატურაზე აკრიფოთ Windows-ი, Win, Shift-ი და S-ი. და ეს დასკრინშოტების რეჟიმში გადაგიყვანთ. ახლა არ ვიცი ამას თუ ხედავთ, მაგრამ მე ახლა ვნიშნავ იმ მარტკუთხედს, რის გადაკოპირებაც მინდა და აქეთ დავაპეისტებ და გადმოიტანს ასეთ სურათს. და ეს ჩვეულებრივი სურათია, შემიძლია მივცე მას ჩარჩო, რაც ყველაფერი მთელი ფორმატები, რაც მინდა აქ შემიძლია ვაკეთო. მაგრამ ესაც ცალკე მონიშნით. აქ მონიშნისას ხო, ანუ შეიძლება მაგალითად ცოტა ზედმეტი მომენიშნა, ხო, რომ დავაკვირდეთ, რომ თქვათ ეს ხაზები ცოტა აქეთ გადმოვიდა რაღაცა, ხო, მთლად იდეალური მონიშნვა არ არის. ერთი ალტერნატივა არის ეს. დაკოპირების მერე აქეთ clipboard-ზე მოდით და ჩამოშალეთ. აი აქ ამ ნაწილს მოდით, ამ ნაწილში მოდით. ახლა ეს ღილაკი ცნობილი paste link-ია, ეს უკვე გავუკეთებია, მაგრამ აი აქვე გასწრევ არის picture. ამ არჩევანს თუ დააჭერთ, Excel-ი რა უჯრებიც მონიშნეთ, იმას სურათად წამოიღებს. და ერთი რაც არის, ამ უჯრებს რო უკანა პლანი არ აქვს, ან თეთრი ფერი უკანა არ აქვს, ხო, ესე გამჭვირვალე უჯრები ხდება და ცოტა ესეთი უცნაური რაღაცა გამოდის. მაგრამ ეს სურათია. ესა სურათი, ჩვეულებრივი. ამ სურათზე კიდე სხვა მანიპულაციები შეიძლება, მაგრამ სანამ მაგას გაჩვენებთ, ეს სურათი არის ფიქსირებული. ხო, ანუ ეს თუ არის ამათ სკრინშოტი, მე ხო აქ შემიძლია რაღაცები შევცვალო. სურათი არ იცვლება, იმიტომ რომ სურათია. მაგრამ გადაკოპირებისას იმავე მენიუში თუ აერჩევთ აი ამ მეორე ღილაკს linked picture. აქ იქნება სურათი, რომელსაც აი სურათზე რო დადგეთ ზემოთ ფორმულა ბარში უწერია აი ამ უჯრების მისამართი. და რა ხდება აქ? ამ უჯრაში 154-ის მაგალითად მოდავწეროთ 9. აქაც 9 დაეწერა. აქ დავაწერეთ 11, აქ დაეწერა 11. აქ მთლიან გაყოლებაზე rand between-ები დავწერე. rand between 10-დან 99-მდე. ხო? ეს სურათიც განახდება, ანუ ცოცხალი ბმის სურათი არის აქ. და ნუ ამ უკანა პლანთან მარტივი გამკლავება თუ გინდათ, ერთი გზა არის, რომ ამ უჯრებს
ამუჯებს უკანა პლანი მიეცით თეთრი ფერი. რა ეს თეთრად გადაიქცეს. ან თუ მაინც აქ არ გიანთ არაფრის გაფუჭება, ამ სურათის უკან შეგიძლიათ მაგალითად ჩააგდოთ რამე მართკუთხედი. Insert shapes. მართკუთხედი ამოდი ეს თავს. ოვალი გავაკეთოთ. შეიძლება ამას მისცეთ რაღაც ცალკე shape fill, რამე ესეთი. ნუ ანდი იყოს თეთრი ფერი, გადააგდოთ უკან, send backward. ეს ახლა ეს манипуляციები ახლა ჩვენთან ამ მასალაში მაინც არ შედის, მაგრამ ეს შეგიძლიათ მაგალითად უკანა პლანი შევქმნათ ამ ჩარჩოს. და ამ სურათს ამე სხვაგან გადაიტანთ, ამუჯებს, დაამუშავებთ, ფაქტიურად სურათად გიჭირავთ ეს უჯრები. ხა, ეს საინტერესო რაღაცა, რაც Pay Specials აქეთ აქ. ამაზე შეგვიძლია გავჩერდეთ. ხო, ეს არის, მთლიანად ამ Pay Special-თან მუშაობა, როგორ ხდება. ხო? ივარჯიშეთ ამაზე, სასარგებლო ფუნქცია არის, მით უმეტეს მონაცემების მოგროვებისას, ფორმატების გადაკოპიერება თუ გიწევთ, ხო, მაგალითად თუ ახალი თვის რეპორტი გაქვთ შესაქმნელი და ვთქვათ რაღაცები გადასატანი გაქვთ ძველი თვის რეპორტიდან, ხო? ამაზე ივარჯიშეთ და შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში. 1-2 პატარა კომპონენტი მინდა მარტო დავამატო და ეს ჩვენი პლეილისტი მზად იქნება. გნახავთ მომავალში და გისურვებთ წარმატებებს.